ვაცლოთ გაგრაში, სადაც, წვიმს ვერ გაგვიმართლა და 10 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა. სოხუმშიც ასევე წვიმაა და 10 გრადუსი გახლავთ ჰაერის ტემპერატურა, ისევე როგორც ზუგდიდში, აქაც იდენტური 10 გრადუსი გელოდება, თუმცა თოვლია, მესტიაში და 4 გრადუსია მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა, ფოთშიც წვიმს და 11 გრადუსია, ბათუმშიც წვიმს და ასევე 11 გრადუსი გელოდება ჰაერის ტემპერატურა, ოზურგეთშიც წვიმაა და 11 გრადუსია ისევე როგორც ქუთაისშიც 11 გრადუსი წვიმა გახლავთ, ამბროლაურში კიდევ უფრო ნაკლები 9 გრადუსი და ასევე წვიმაა ნავარაუდევი, წვიმს ახალციხეშიც ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსია, წვიმს ბორჯომშიც და 5 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, ბაკურიანში თოვს და 5 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, გორშიც წვიმს გაგიკვირდებათ და ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსია, წვიმიანია ცხინვალიც 9 გრადუსით, სტეფანწმინდაში თოვლია და 5 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, გუდაურშიც თოვს 3 გრადუსთან ერთად, თელავში წვიმაა და 17 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, რუსთავში 20 გრადუსია, თუმცა აქაც წვიმაა და თბილისშიც წვიმაა და 18 გრადუსი. ვერსადმზე ვერ გავაჩახჩახე, მიუხედავად დიდი მოლოდინისა. ნახე სალომე მზის პერსპექტივას მე ვხედავდი გზაში. ნახე როგორ კაშკაშებს რა გინდა ჯერჯერობით გადასწარევად არის. კი ჯერჯერობით და მზე და ნათის ჩვენს დედაქალაქს. იცი რა, არც ერთხელ არ გაუმტყუნებია ჩვენს ამინდის პროგნოზს და რა გითხრათ არ ვიცი, თუმცა ეს ხედი არაჩვეულებრივია, რასაც ახლა ვხედავთ ჯერჯერობით. შევირგოთ სანამ არ წვიმს და შემდეგ ვიყოთ შეიარაღებული და